რამდენიმე დღის წინ ვაგზლის მოედანზე კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი დავით ბართია. ის აქ შემთხვევითი გამვლელი იყო. ბაზარში საკუთარ ბიოლოგიურ დასთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც წლების შემდეგ იპოვა. ერთმანეთის პოვნის შემდეგ და-ძმას ახალი ბინაც უყიდია და სწორედ ამ ბინის აღსანიშნავი სუფრისთვის პროდუქტების საყიდლად იმყოფებოდნენ ბაზარში და დაშავდა და ახლა მკურნალობას საავადმყოფოში გადის. ძმა კი გარდაიცვალა. ოცნების უპასუხისმგებლო და გულგრილმა პოლიტიკამ მისი სიცოცხლე შეიწირა. მანაია დარახველიძე აქ იდგა, ზუსტად სადაც ჩამოინგრა. ვერ უკავშირდებით, აგერ უკვე 2 საათია და ვთხოვ, რომ შევიდე იქნება ამოვიცნო. გავიგო მაინც ცოცხალი არის თუ არა. შვებენ უთხარით პოლიციას? არაო. ხევრი არის დაშავებულის და როდის შევშვებთ ინფორმაციას იწოვს და იქ დაეხმაროთ. რა დაეხმაროთ შეიძლება ინფორმაცია მიაწოდოთ? არც ინფორმაციას გავწვიან და არც გიშვებენ შიგნით, არ ვიცი მე. ვაგზლის მოედანზე ჩამონგრეულ ავარიულ კორპუსს კიდევ ერთი ადამიანი შეეწირა. ის ამ ტერიტორიაზე გარე ვაჭრობით იყო დაკავებული. ტრაგედიიდან მალევე კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ციფრები ამ ადამიანების სიცოცხლეზე პასუხისმგებელი პირებისთვის მხოლოდ სტატისტიკაა. ამ ეტაპზე ასევე შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი არის გარდაცვლილი. შესაბამისად, თუ ამას მოემატება რიცხვი, აუცილებლად უახლოეს პერიოდში გეცვლა. ყველაფერი გაირკვევა, გადავრჩით დიდ ხდება ხოლმე და ყველაფერს თავის მიეხედება. მხოლოდ ორი ყველგან ხდება უბედური შემთხვევა. ესაა ახლა პროპაგანდის მთავარი სათქმელი. ისე ჩანს, თითქოს 2 ადამიანის სიკვდილს არ აუშავს. 30 ხომ არ მომკვდარა. ხოდა მადლობლები უნდა ვიყოთ, მაგრამ ეგ კიდევ არაფერი. უპასუხისმგებლობისა და უტიფრობის ყველა ზღვარი ტრაგედიის დღესვე გადაილახა. როცა თბილისის მერმა ყველანაირი პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენას სცადა და მომხდარი კორპუსში მცხოვრებ ადამიანებს გადააბრალა. თვითონ კორპუსს რაც შეეხება, მინდა გითხრათ, რომ იყო ავარიული, მეხუთე კატეგორიის ავარიულობა ჰქონდა მინიჭებული, რომელიც არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას. ეს იწოდა ადგილობრივმა მოსახლეობამ, იყო გაკეთებული შეთავაზება, რომ მონაწილეობა მიეღოთ ჩანაცვლების პროგრამაში, რითაც ჩვენ უზრუნველყოფდით აღნიშნული კორპუსის დემონტაჟს და ახალი კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს, თუმცა სამწუხაროდ თქვენ იცით, რომ ასეთი ამ პროგრამის განხორციელება სჭირდება მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა, რომელიც სამწუხაროდ ჯერ ვერ იქნა მიღწეული. ამ დღეს პროპაგანდა ცოტა აიჭრა. მერე ადგილზე ისე მივიდა დაზიანების კატეგორიაც კი ვერ თქვა სწორად. სამაგიეროდ გამართულად ჩამოაყალიბა ბრალდება. მეხუთე კატეგორიის დაზიანებაა, რომ თქვა სინამდვილეში მესამე აღმოჩნდა და მერე პროპაგანდას ამ ორი სიტყვის ამოჭრა მოუწია. თან ამტკიცებდნენ კალაძის თქმით მესამე კატეგორიაო. მეხუთე კატეგორიის ავარიულობა ჰქონდა მინიჭებული, რომელიც არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას. პოლიტიკაში ეს ამ პასუხისმგებლობა, რაზეც უნდა იყოს პასუხისმგებელი მოხელე, არის მოქალაქე და ხალხი. და ზუსტად ეს არის დემოკრატიის მთავარი კოდი, რომ ხალხი ირჩევს რაღაცა ჯგუფს, რომელიც რაღაცას აკეთებს ისევ ამ ხალხისთვის. და თუ პასუხისმგებლოდ მოეკიდება საკითხს, ან გულგრილი იქნება, უბრალოდ მეორეჯერ ძალაუფლებას ვეღარ აიღებს. თუ ეს კოდი მონგრეული არის, მაშინ პასუხისმგებლობა საერთოდ გასული არის პოლიტიკის ველიდან, ხო? და ჩვენ შემთხვევაში პასუხისმგებლობა დიდი ხანია გასული არის, იმიტომ რომ ის გუნდი, რომელიც მთავრობას წარმოადგენს დღეს, თითქოს ის არ არის ანგარიშვალდებული ხალხთან, არამედ არის სხვა ადამიანთან და ეგ შეკითხვა უნდა დავსვათ. როცა ამ ჩვენი მოხელეების ან ოცნების რეჟიმის წევრების გულგრილობაზე ვსაუბრობთ, თანაბრად გულგრილები არიან თუ არა, ყველას მიმართ. და აღმოვაჩენთ, რომ როგორც კი საქმე ეხება კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილს, მაშინ მთელი მექანიზმი მუშაობს ძალიან გამართულად, მთელი სახელმწიფო სტრუქტურა, ხო? გახსოვს ჩვენ თქვა ბაობაბების გადმოტანის საკითხი, სადაც მგონი სახელმწიფო ინსტიტუცია არ იყო, რომელიც ჩართული არ იყო, ხო? რკინიგზით დაწყებული გაყვანილობები და ასე შემდეგ, ხო? საპატრულო პოლიცია. მაგრამ როცა მოქალაქეს ეხება საქმე, აქ საერთოდ არც ერთი სისტემა ფაქტობრივად თავის საქმეს ვერ აკეთებს. ამ პასუხისმგებლობამ შეიძლება იმუშაოს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მექანიზმი, რომელიც გულგრილობის გამო ვინმეს დასჯის, ამ პასუხს მოსთხოვს. ჩვენთან ესეც მოშლილია, რადგან პარტია არასდროს არაფერზე იხებს პასუხისმგებლობას. ცალკეული ადამიანების პასუხისმგებლობების დაყენება მაშინ უყვარს ივანიშვილს, როცა ისინი პარტიიდან მიდიან და ვინ იცის, კალაძესაც გახარიასავით გვიან გაუხსენონ დანაშაულები. თუმცა სანამ კალაძე ოცნების წევრია, მანამდე ვერაფერში იქნება დამნაშავე. ყველაფერი სხვისი ბრალია ხალხის, ნაცების, deep state-ის. პარტია არასდროს არ იღებს პასუხისმგებლობას
პასუხისმგებლობას არც ერთ ქმედებაზე, მისი ნარატივი მთლიანად არის, რომ ვიღაცა სხვა ძალები არიან, რომელიც ყველაფერს ფაქტიურად განაგებენ ქვეყანაში. ხავთ გახსოვთ ჩვენ თქვა პირველი მმართველობის პირველი პერიოდი იყო, რომ თუ რამე ცუდს აკეთებდა რომელიმე სამინისტრო, ეს იყო ხალხი, რომელიც იქ იყო ჩანერგილი ან შემორჩენილი წინა მთავრობის პერიოდიდან. თუ რამე ეკონომიკური პრობლემა იყო, ან პოლიტიკური კრიზისი იყო, ოკუპაციის ჩათვლით ყოველთვის ისრის რაღაცა მიმართება ხდებოდა წარსულ მასე ხო მართლ ძალაზე. სამწუხაროდ ესეთი შენობები მემკვიდრეობით თბილისის მერიას გადმოეცა და ესე ასეულობით არის ესეთი შენობა ჯერ იმ პერიოდის აშენებული. მოქალაქეების გარდა კიდევ ერთი დამნაშავე გამოიკვეთა. მემკვიდრეობაა თქვა ადამიანმა. რატომ არ იცოდა წინა ხელისუფლებამ, რომ 13 წლის შემდეგ корпуსი ჩამოინგრეოდა და რატომ არის ზრუნა? ქართული ოცნება არაფერზე პასუხისმგებელი არ არის, რომ ყველაფერი რაც ხდება არის საბოტაჟი. და ეს არც არის გასაკვირი, საიდან გაჩნდა ეს ახალი არ არის უბრალოდ მმართველობის ეს მოდელი. საბჭოთა კავშირი ესე ფუნქციონირებდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. სადაც საბჭოთა კავშირი იყო აბსოლუტურად კარგი, მშვიდობის მოყვარე, არ ვიცი მე განვითარებაზე ორიენტირებული და ყველა დანარჩენი კაპიტალისტური ქვეყნები იყვნენ ისინი, რომლებიც ებრძოდნენ, აგენტებს აგზავნიდნენ და ცდილობდნენ, რომ ძირი გამოეთხარათ იმ კეთილდღეობისთვის, რაც საბჭოთა კავშირმა მიაღწია. ხოცი, რომელიც ყველა თავისი მახასიათებლით საბჭოთა კავშირის გადმონაშთია, ახლა სხვა საბრალებს ყველაფერს, რასაც თავად აშავებს და რაც თვითონ არის. რა გავაკეთოთ? სამართლის უზენაესობა გადავხაზოთ, ეს არის ევროპული ღირებულება. კაია კალასისთვის, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრციდან არის გამოსული და როგორც ჩანს ვერ დაძლია ამ კონკრეტულმა რესპუბლიკებმა ვერ დაძლიეს ეს პოსტსაბჭოთა მენტალიტეტი. კონკრეტული ტრაგედია, რადგან Deep State-ს ვერ დაბრალდა, ხალხი საუკეთესო ვარიანტი აღმოჩნდა. ისევე როგორც ვაგის პარკის შადრევანში დაღუპული ბავშვის ამბავი დაბრალდა მშობლებს. და არასრულწლოვან ბავშვს რომ უნდა ყავდეს ახლა მეთვალყურე, რომ არ მოხდეს იმ ადგილას მისი ჩასვლა, სადაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია და ბუნებრივია შეიძლება მსგავსი რაღაცა ტექნიკური შეფერხებები იყოს და ადამიანის ჯანმრთელობა გამოიწვიოს დაზიანება არა მხოლოდ ბავშვის, არამედ ნებისმიერი მოზარდის, ამაზე ახლა რამე პასუხისმგებლობას თხოვ ვის და ამას მეკითხები სერიოზულად? ეს კაცი მერე განათლების მინისტრი გახდა. ახლა არ ვიცი სად არის. ვაკის პარკის შადრევნის რეაბილიტაციისთვის კი თავიდან გამოიყო ფული. ახლა უფრო კარგი კომპანია ჩაუტარებს რეაბილიტაციას, ვიდრე მანამდეო, თქვა მერმა. პროექტირების სამუშაოები მოიცავს არსებული შადრევნებისა და კასკადის მდგომარეობის დეტალურ ანალიზს, დეტალურ შესწავლას და საინჟინრო გეოლოგიურ კვლევებს. გარდა ამისა, პროექტში გაწერილი იქნება ობიექტის ექსპლუატაციის ინსტრუქციები და შესაბამისი რეკომენდაციები. ტენდერში მონაწილე კომპანიის აუცილებელი პირობა არის, რომ შემსრულებელ კომპანიას ან მასში დასაქმებულ თანამშრომელს უნდა ჰქონდეს 2020 წლის 1 იანვრიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე შესაბამის სტანდარტის შადრევნების მოწყობა რეაბილიტაციისა და პროექტირებაში მონაწილეობის გამოცდილება. მანამდე რატომ დაუშვა რეაბილიტაცია ისე, რომ ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, ამაზე არაფერი უთქვამს. მერიას არ აუღია პასუხისმგებლობა არც რიყის დოქებთან თხრილში ჩავარდნილი ბავშვის გარდაცვალებაზე. ამილახვარი პარლამენტში აღარ იყო მაგ დროს, თორე იტყოდა რა უნდოდა ბავშვს რიყის პარკშიო. ბიჭი გარდაიცვალა. მაშინ მერიამ თქვა, ეს კერძო ტერიტორიაა, ჩვენ რაშუაში ვართო. 2 წლის წინ წყნეთში, რომ 16 წლის მოზარდი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა იმ სკვერში, სადაც მერია რეაბილიტაციას ატარებდა, მაშინ ვაკის პარკის გამგეობაში თქვეს, რომ მოზარდის გარდაცვალების სკვერში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირება არის სიცრუე და მერიის დისკრედიტაციის მცდელობა. სიცოცხლით სავსე ქალაქში ბავშვები და ზრდასრულები კონკრეტული მაღალჩინოსნების უპასუხისმგებლობას ეწირებიან, თუმცა ამაზე არასოდეს არავინ აგებს პასუხს. საუბარი არ არის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, აღარც პოლიტიკურზე. მე უბრალოდ მაინტერესებს, თუ არსებობს ის მიჯნა, რომლის იქეთაც კახაკალაძეს ნამუსი შეაწუხებს და მორალურ პასუხისმგებლობას მაინც აიღებს და დაუშვებს, რომ რაღაც შეიძლება მერიის ბრალიც იყოს დაშვების დონეზე. კითხვა რა თქმა უნდა რიტორიკულია, ვიცი რომ ეს მიჯნა არ არსებობს. ხოცის უპასუხისმგებლობის ხარისხი ერთნაირია თბილისშიც და რეგიონებშიც. მიხანდეთ ბიჭო თქვენ იმ ლამაზ ოცნებას. და ოცნებით ეს ოცნება არ არის. ბაღანა რო ხდება. ჯალს რომ ეძებს და ბაღანა რო ხდება.
ეს ოცნება აღარ არის. ბათუმში ოცნების ქალაქის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობისას ორი ბავშვი თხრილში რომ ჩავარდა და დაიღუპა, არც მაგაზე უგია ამ დრომდე პასუხი არც ერთ მაღალ ჩინოსანს. აჭარის მთავრობა მაშინ ამტკიცებდა, რომ ადგილი, სადაც ბავშვები დაიღუპნენ, სამშენებლო ტერიტორია არ იყო. თუმცა ადგილობრივები ყვებოდნენ, რომ ტერიტორიაზე ტექნიკა მუშაობდა და შემოღობილი არ იყო. აჭარის ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა ისიც კი თქვა, მთავარია მშვიდობაო. მნიშვნელოვანი რომ ყველა მშვიდობა შევინარჩუნოთ. ჯაბა ახლა მინისტრი აღარ არის, არც რიჟვაძეა მთავრობის თავმჯდომარე, მაგრამ სულ სხვა მიზეზით. ხალხის მიმართ გულგრილობა და დახოცილი ბავშვები პრობლემა არ იყო. როცა ფულზე მიდგა საქმე და ბიზნეს ინტერესებზე მოხსნეს და ეგეც არაკმარეს. მათ savე ვერსიას თუ გავყვებით, რომ თავს იკლავდა, ანუ თვითმკვლელობამდეც მიიყვანეს, მაგრამ მთავარი მაინც მშვიდობაა. მშვიდობა იყო მთავარი მაშინაც, როცა 2021 წელს ბათუმში კორპუსი ჩამოინგრა და ნანგრევებში 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვი. რაღაცნაირად ორი განზომილება აქვს რა ამ პასუხისმგებლობის საკითხს. პირველი საკუთარი რაღაც პიროვნული მორალური პასუხისმგებლობა. მეორე არის როგორც მოხელის ეთიკური კოდი, ასე ვთქვათ, რომ ჩემი ვალდებულება არის რაღაცაზე ზრუნვა, ხო? ან მაგალითად ჩემი მერის შემთხვევაში რამდენიმე ისეთ შემთხვევა, რომ ადამიანის სიცოცხლე შეეწირა მის მიერ განხორციელებულ რაღაცა პროექტებს, ხო? რომელიც არ იქნა სათანადოდ განხორციელებული, ხო? ვთქვათ, შადრევანის ერთი შემთხვევა იყო ვაკის პარკში, ეხლა ეს შემთხვევა არის. მიუხედავად ამისა, აქ ეს საკითხი აწუხებს თუ არა მას პიროვნული მორალი, წესი და რიგით რაც უნდა იყოს ასე, რომ ადამიანი გარდაიცვალა იმის გამო რაც მე გავაკეთე და ხედავთ, რომ აქ მორალზე არ ვსაუბრობთ საერთოდ, იმიტომ რომ მის სიტყვაში ყოველჯერ როდესაც ის გამოდის, ჩვენ ვერ ვხედავთ ვერაფერს, რაც მის მორალურ ზნეობრივ იმას ხასიათზე მიგვანიშნებდა, ხო? არის რაღაც ზისყით სავსე, გაჯერებული და ამ პასუხისმგებლობის არიდებაზე ორიენტირებული უფრო ვიდრე თქვათ მის საკუთარ თავზე აღებაზე. მეორე არის ეს მოხელეობრივი მორალი. ეს მორალი ამათ გუნდს ზოგადად არ აქვს. ყველა ქართული ოცნების ყველა მოხელის რაღაც საქმიანობაში ვხედავთ ზუსტად აი ამ პარტიისადმი ერთგულების თუ გამოყენება აი რაღაცნაირად გამოსადეგობაში მანთხედავენ უფრო საკუთარ იმას ზნეობრივ გამართლებას, ასე ვთქვათ, რომ აი მე შეიძლება რაღაცაზე თვალი დავხუჭე, ან რაღაცაც უნდა მეკეთებინა არ გავაკეთე, მაგრამ გამოვადექი პარტიას და ამით არის ყველაფერი გამართლებული. პასუხისმგებლობაზე საერთოდ ზედმეტია საუბარი იქ, სადაც ემპათიის ნასახსაც კი ვერ დაინახავთ. ყველაფერი მხოლოდ პიარისთვის. ასე მაგალითად, ბაგზლის ტრაგედიის მეორე დილა სკალაძე ლაივში იდგა და ხიდის რეაბილიტაციით იწონებდა თავს. პიარისთვის დრო სულ არის. თითქოს არც არაფერი მომხდარა. თითქოს საკუთარ ახალ სახლში, ახალ ნაპოვნდასთან ერთად მიმავალი დავით ბართია არ მომკვდარა. თითქოს არც იმ ქალის დეიდა მომკვდარა იმ საღამოს გამალებით, რომ ეძებდა და პასუხის ღირსა და არავინ ფლიდა. გამარჯობათ მეგობრებო, დღემშვიდობისა მოგესალმებით ყველას ორთაჭალიდან. ორთაჭალაში დავიწყეთ ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ეს არის ორთაჭალა ხესის მიმდებარედ არსებული საავტომობილო ხიდი, რომელიც იყო ავარიულ მდგომარეობაში. რაც უნდა ხდებოდეს, პიარი არ ავიწყდება თბილისის მერს. ამაში ბიუჯეტიდან ძალიან ბევრი ფულიც იხარჯება. ვაკის პარკში რომ 16 წლის მარიტა მოკვდა, მაშინაც არ დავიწყებია. შადრევანში გადარჩენილ ბავშვთან რომ მივიდა და საკუთარი მაისური აჩუქა. მერე კი ეს ფოტოები გაავრცელა და ასე სცადა ტრაგედიის ჩამორეცხვა. ვაგზლის მოედნის ტრაგედიის ჩამორეცხვას კი ხალხზე პასუხისმგებლობის გადატანით ცდილობს. არა, იზოლებით ვერ გამოიყო. არა, ხომ შეიცვალა ეგ წესი და არაერთი დასკვნარსებობს შენობის ავარიულობის შესახებ. ექსპერტის მიერ ერთუց. ხალხთან მოლაპარაკების უნარიც რომ არ გააჩნიათ, ეგ საკითხი ცოტა ხნით გადავდოთ და ვნახოთ, როგორ იქცევა ხელისუფლება, როცა საკუთარი ინტერესი აქვს. წლების განმავლობაში ბებია ჩემი საშენებული. დაგვინგრიეს, გაყიდეს ნაკვეთები. უკანონო დაშენებული სახლებიდან ხალხის ძალით გამოყრა და დანგრევა თურმე შესაძლებელია. გარემოვაჭრეების დახლების ძალით აყრაც. ამიტომ და კიდე რო გავხდო, მაგის საშუალება მოგცან, კაცო. რა იყო მეტი არ ვიპარავთ, არც არაფერი. სხვათა შორის ზუსტად იმ ადგილის მიმდებარედ, სადაც ეს ტრაგედია მოხდა. მაგრამ თუ კორპუსი ინგრევა, იქედან ხალხს ვერ გამოიყვანს. ვერც ტერიტორიას შემოღობავს, ვერც გაფრთხილების ბანერებს დადგამს, ვერც უკვე გაბზარულ ბეტონის ფილას მოხსნის მაცხოვრებლების თანხმობის გარეშე თურმე. ვერც პარკირებას აკრძალავს. შენობიდან ჩამოვარდნილი ბეტონის მასა რამდენიმე მანქანას დაეცა. იმ ადამიანებს უბრალოდ გაუმართლათ, რომ იმ დროს მანქანაში არ ისხდნენ და ზოგადად ყოველი შემდეგი დღე, როცა ცოცხლები ვართ, უბრალოდ გამართლებაა.
რეაბილიტაციის დროს უსაფრთხოების ნორმების დაცვა ქართული ოცნების ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის. ჩვენ ახლა ჭავჭავაძის გამზირზები მყოფებით, სადაც გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, აქ უამრავი ადამიანი გადაადგილდება და ვერანაირ გამაფრთხილებელ ნიშანს ვერ ნახავთ, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ აქ აი ესე ჭის მაგვარი რაღაც თხრილები არის დატოვებული ღიად გადაფარვის გარეშე და აქ დღის განმავლობაში უამრავი ბავშვი გადაადგილდება. ღმერთმა დაგვიფაროს და რამე რომ მოხდეს, ალბათ მე ესეც მშობლებს დაბრალდებათ. დადასტურებული ინფორმაციით თბილისში 10,000 ავარიული შენობა ნაგებობა. ვერსად ნახავთ გამაფრთხილებელ ნიშნებს. არავინ იცის რომელი როდის ჩამოინგრევა და კიდევ რამდენი ადამიანის სიცოცხლეს თუ ჯანმრთელობას შეიწირავს. რამდენიმე კვირის წინ კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა ცოტნე დადიანის ქუჩაზე. მაშინ გაგვიმართლა ყველა და შევებული ადამიანი გადარჩა. ავარიული შენობების გარდა პრობლემაა ხოლმე თავად რეაბილიტაციის პროცესიც. სისტემა წლების განმავლობაში გადაარჩია ხალხი, რომელსაც პიროვნული ღირსება უბრალოდ არ გააჩნია და პარტიულობა არის ჩამნაცვლებელი ამ ღირსების, ხო? ანუ მათთვის რაღაცა პარტიაში კარგად ანუ ახლოს ვიყოს სურათის გადაღების დროს ძალაუფლების ცენტრთან არის მათი ყველაზე დიდი ღირსების რაღაცა სიმბოლო, ხო? ამიტომაც ყველაფერი ის, რაც ადამიანური ღირსებისთვის არის დამახასიათებელი, ან ადამიანები ღირსებისთვის აკეთებენ, ხო? ანუ საკუთარი სახელისთვის აკეთებენ, საკუთარი კარიერისთვის, პროფესიისთვის, მეგობრებისთვის და ასე შემდეგ, ამათვის არის უცხო, ხო? შესაბამისად, თუ აი ამ ხაზს გავყვებით, ყველა ამ გამოვლენებაში, რასაც უყურებთ როგორც პარტიულ მუშაობას, ან ჩვენ რასაც იმას ვეძახით, ხო, რაღაცა პოლიტიკურ სვლას, დავინახავთ უღირსობას. ხედავთ ქალებს როგორ ექცევიან, პატიმრებს როგორ ექცევიან, პოლიციელები როგორ ექცევიან დემონსტრანტებს, ხედავთ საკუთარ მეგობარს როგორ ექცევიან, რომელიც თავს იკლავდა, ხო? არ ვიცი, ესეთი ენთუზიაზმით არ უარყვიათ არავინ მგონი, ხო? რომ მე მეგობრობდი რა შორიდან ვიცნობდი, ხო? როდესაც ვიცით, რომ აქ კონდათ ახლო ურთიერთობა, ხო? შესაბამისად, აქ უკვე გასაკვირი არ არის ყოველ მომდევნო ამბავში, უნდა ზუსტად ეს უღირსობის გამოვლინება ვეძებოთ ხო. რატო აკეთებს ამას, როგორც ნათქვამი ერთ-ერთ ფილმში და წიგნში ესეთი ის არის, სანამ ადამიანს აქვს ღირსება, ის იბრძვის და ადამიანს თუ ეს ღირსება აღარ აქვს, ის უბრალოდ აღარ იბრძვის. რეჟიმის მარიონეტები დიდი ხანია აღარ იბრძვიან. სიტყვა ღირსებაც მხოლოდ საპიარო სიტყვად დარჩა. საკუთარი ამომრჩევლის შესაგულიანებლად ეს მტყუილები და შინაარსისგან დაცლილი სიტყვები აქვთ. იციან რომ ქართველ კაცს ღირსებისგან ვერ დაცლიან და ამიტომ პირდებიან რომ ევროპაში ღირსებით შევალთ. ამ დროს კი სრულიად ღირსება აყრილებს მტრის ხახაში გვაგდებენ. დაპირებებზე გამახსენდა თავის დროზე ივანიშვილი იმასაც დაგვპირდა ადამიანი ჩვენი ხელისუფლებისთვის მთავარი ღირებულება იქნებაო. ჩვენ გვპირდებით რომ ადამიანი ჩვენი ხელისუფლებისათვის მთავარი ღირებულება იქნება. როგორც გაირკვა ადამიანში ივანიშვილმა საკუთარი თავი იგულისხმა, რადგან 13 წელია ამ ქვეყანაში ხელისუფლებისთვის ერთადერთი ღირებულება ის და მისი ფულია. და ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ მივიღეთ ქვეყანა, რომელიც პირდაპირ თუ გადატანითი მნიშვნელობით თავზე გვენგრევა. უფრო სწორად უკვე დაგვენგრა. თუმცა წესით ყველაფერი ცხადი ჯერ კიდევ მაშინ უნდა ყოფილიყო, როცა ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლას 9 თვის ბავშვის სიცოცხლის შეწირვა დასჭირდა.